Ilam შედავის მოგესალმებით, ვაგრძელებთ თქვენთვის მუშაობას, მოკლედ დღეს განსაკუთრებით ფეხბურთის გარშემო ბრუნავს ჩვენი გადაცემას და ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ, რადგან ჩვენი გონებაც მოკლედ დაკავშირებულია მსოფლიო ჩემპიონატთან. გვინდა ასეა. კი ბატონო და მიშა ჭიაურელი, რეჟისორი და ფეხბურთის ძალიან დიდი კომაგი არის ჩვენთან ერთად დილომშვიდობის ბატონო მიშა, უღრმესი მადლობა რომ ბრძანდებით ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა. თქვენი ძალიან ცნობილი ფილმი სწორედ ფეხბურთთან არის დაკავშირებული და კადრს მიღმა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კომაგობასთან მიმართებით ზოგადად თქვენ აღნიშნეთ რომ ძალიან შეცვლილია ხომ დამოკიდებულებები. რაღაც როგორ შეაფასებდით? ხო, აი როგორ შეაფასებთ ძალიან საინტერესოა თქვენი გადმოსახედი. ჩემი ასაკის კომაგობა, ხა ჩემი ასაკისთვის ცოტა რთულია, იმიტომ რომ შვილიშვილის ხელტოლი ბავშვები თამაშობდნენ, ეხლა ვერც ეჭუბები ვერც არაფერი. ამიტომ ჩვენ უფრო ვართ აი შემფასებლები და ნუ საინტერესო ფეხბურთი გვიყვარს ბავშვობიდან მოდის ახლა ადრე თუ კი ჩვენ ახლა მართალი არ თამაშობს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ფაქტობრივად დინამო თბილისი იყო საქართველოს ნაკრები და საკმაოდ სერიოზული მიღწევები ჰქონდა საბჭოთა კავშირშიც, ევროპაშიც. თასი მოგეხსენებათ მოგებული აქვს და არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ყავდა ჩვენ არაჩვეულებრივი ხა იმის ჩამოთვლა შორს წაგვიყვას, მაგრამ ეს ჩვენი სიმდიდრეა. ეხლა მაგალითად ხუჩა კვარაცხელია შემთხვევით არის ეს გენეტიკური ის არის რა. ტრადიციულად ბორის პაიჭაძე ხა თუ შეიძლება რომ გაუშვან ბორის პაიჭაძის კადრი წუთ ნახევარია. იქ კარგად გამოჩნდება რა ტექნიკას ფლობდა ეს კაცი. 30-იან წლებში და ბურთი მაშინ იყო მძიმე, 8 კილო იყო და თასმები ჰქონდა წარმოგიდგენთ და იმის დამორჩილება და დღევანდელი ბურთი შედარებით ადვილი და სამორჩილებელი მართალია ტემპი გაიზარდა სისწრაფე, მაგრამ აი ტექნიკას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს და პირდაპირ თამამავალია ეს ხვიჩა რასაც აკეთებს. სხვათაშორის ევროპულ ფეხბურთი ახლა როგორც თამაშობენ საერთოდ ევროპულ ფეხბურთში ძალიან დიდი ფულია და დიდ ფულს იხდიან ფეხბურთელები და მთელი აფრიკის კონტინენტის ნიჭიერები და სხვა და არგენტინა ნებისმიერი ქვეყანა მოდიან ევროპაში. შესაბამისად მთელ მსოფლიოში გავრცელდა ეს ევროპული ტიპის დღევანდელი ფეხბურთი. და ნაკლებად არის ფინტები და ტექნიკური ფეხბურთი, ამიტომ უყვართ ხვიჩა, ემბაპე, ელისე, ამიტომ უყვარს მაყურებელს. ხო და სწორედ ამას იმიტომ აღნიშნავ, რომ მაყურებელს მიშა მესხის ფინტებზე მაგალითად ტრიბუნაზე გადადიოდა მაყურებელი, სადაც მიშა თამაშობდა რა ვნახავთ, აი ამას თავის მიმზიდველობა აქვს, როგორც ყველაფერში ხა ტექნიკა, მხატვრობაშიც, მუსიკაშიც ყველგან არის დიდი ფასი და მიმზიდველობა. ასე რომ ახალგაზრდობაში მართლა გულშემატკივრები ვიყავით აქტიური. ეხავთ შემფასებლები და მინდა რასაკვირველია რომ საქართველოს ნაკრებმა ითამაშოს, მაგრამ თუ არ თამაშობს, მაგალითად გულშემატკივრები ბრაზილიას ტრადიციულად. და პელე სხვათა შორის ისე მოხდა რომ საქართველოს ჩვენ თაობაში, როდესაც თავშად კარგ ფილმს ნახავდი, თუ გინდოდა შეგესფასები აკრიტემო იყო როგორ პელეა, ძალიან კარგი ფილმია, გაიგე? აქედან გამომდინარე ერთჩვენიერთს მომივიდა თავში იდეა რომ რატომაც არა ცოტა ვიხულიგნო და პელე გადავიღო თვითონ ქართველის მონათლულია და ნუ აი ამიტომ ხო აი პელე ახლა ჩანს კადრებში 17-18 წლის იყო 17 წლის რა ტექნიკა ჰქონდა და რეებს აკეთებს ხედავთ არაჩვეულებრივი ფეხბურთელი პიროვნება სხვათა შორის აი პირადი ურთიერთობა ჰქონდა ძალიან თბილი საერთოდ ბრაზილიელები ძალიან თბილი ხალხი აი ილს და პეტროს არქ თავიანთ რომანებში ბრაზილი ჟუდობრი მულატი ბრაზილიაში კეთილი მულატები ცხოვრობენ მართლაც არაჩვეულებრივი ხალხია სტუმართ მოყოლ თბილი და პელეს ურთიერთობაში იყო არაჩვეულებრივი რაც რასაც გინდოდა იმას ვაკეთებდი არ ესმოდა რატო ვიღებდით ჩვენ მეუბნებოდით საოჯახო ალბომისთვის აი ეს გარიჩა მაგალითად ეს უნიკალური ტიპი ყონა რაღა ეხა პელეზია ლაპარაკი აი პელე მიიღო ეხლა ნახე როგორ დაამუშავა ეს უნიკალური ფეხბურთელი ესეთი ხვიჩა სხვათა შორის ტალანტი დიდი ტალანტი ელისე ეს ემბაპე ქრისტიანო რონალდო და ყველას უყვარს ბატონო მიშა რამ განაპირობა თქვენი სიყვარული ფეხბურთის მიმართ ეს იყო იცით რა იყო ჩვენ ახალგაზრდობაში ეს იყო ეროვნული უფრო გზნობა იყო იმიტომ რომ
აი ქართველები, ის კი არა დინამო თბილისი, ქართველები თამაშობენ, ქართველები იგივენ. ეს მომენტი იყო. მე არ ვიტყვი ხეს რომ დისიდენტური, მაგრამ ეროვნული ნამდვილად იყო, პატრიოტული ნამდვილად იყო. ყველა მიცოდა რა ზომის ფეხსაცმელი ქონდა მიშას მესხანდა. ანდა ვისთან ერთად დადიოდა და ამანქან აყავდა მოკლედ ყველაფერი ვიცოდი. აი დღევანდელ რეალობას ქართულ საფეხბურთო რეალობას დღევანდელ რეალობაში აი კომაგები მომწონს ძალიან, კომაგების არსებობა, იმიტომ რომ ორგანიზებული ის არის გუნდი, არ აინტერესებთ მოიგებ წააგებ, ისინი გულშემატყუებენ და მხარს უჭერენ, რომ შენ განვითარდე წინწახე მოიგო, ხო, არავითარ ლანძ ვაგინება და ჩვენ დროს ისამეს ტენა დაუწყეს რომ ვერ ითამაშა ბოლოს ვერ ითამაშა ისე წარმოგიდგენთ ეს არ შეიძლება ამიტომ ძალიან მომწონს აი ამ ტიპის ხომაგობა და გინება და ლანძვაგინება ასაკურელია მიუღებელია და აი ეს ქართული ფეხბურთი თქვენ რომ ახსენეთ რაღაც კავშირებს პოულობს თუნდაც ქართული ფეხბურთი რა არ ქართულ ფეხბურთთან თქვენი ასე რომ თქვა შეფასება მაინტერესებს ზოგადად ქართული ფეხბურთის დიახ აი დღეს მაგალითად თუნდაც მოიყვანეთ მაგალითი რომ კვარაცხელიასაც აქვს რაღაც იყო ასეთი W რატო იყო იცი სამი წელი იყო დამცველის 1-2-3 ხო მე ნახევარმცველები იყვნენ და 5 თავდამსხმელი იყო ორი რაღაცა ესე W ტიპი და ყველა მოთამაშეს თავის დამცველი ყავდა მაგალითად მიშამეს სიწერდა 4 ნომერი თუ 2 ნომერი სლავა მეტრევოს 4 შუაში ბორეპაიჭაძეს და 3 ნომერი ისავდა და ესეთი იყო ესეთი მარტივი გასაგები იყო ნელა მე შემოვიდა ბრაზილიელებმა მე დაუბრუნდები ამ 4-2-4 შემოიტანა მე მგონი ფეოლამ მე ჰოლანდიელებმა ტოტალური ფეხბურთი შემოიტანეს და იცვლებოდა ეს ტაქტიკა გამიგეთ ხო და შემსაბეთ დღეს უკვე რთულია ფეხბურთი ხმე მაგალითად ვერ ვიტყვი მე ვარ შეიძლება უყურო და სიამოვნება მიიღო ან არა მაგრამ სპეციალისტის პოზიცია და ვერ შევაფასე იმიტომ ძალიან პრაგმატული გახდა ეს პრაგმატიზმი ტაქტიკაში ჩანს გაიგე და ტაქტიკურად იმიტომ დაისხა თელევიზიოს ფეხბურთი ერთდარი სტილის არის, იმიტომ რომ მთელი აფრიკა ევროპაში თამაშობს არგენტინაში და მიდიან თავის ქვეყნებს ის მაგრამ როგორც კი გამოჩნდა აი გუშინ ხო ნახეთ როგორც კი გამოჩნდა სამხრეთ ამერიკული ტრადიციული იგივე ბრაზილიური ფეხბურთი მაშინვე აი წავიდა არგენტინაში და მე მაგ კადრები სხვა შორის 1970 წლის ბრაზილიელებმა როგორც არაჩვეულებრივი თამაში აი მან გამოჩნდება როგორ გავს გუშინდელი თამაში აი ბრაზილიელების 70 წლის თამაში, სადაც კომბინაციები და ტექნიკურ ხო პირად იმას დიდი მნიშვნელობა ქონდა. ამიტომ აი ხა პელეს არაჩვეულებრივი სუხოილის თეზახთა როგორ მშრალი ფოთოლია ქართულად. აი ესეთი ბურთები გაქონდა რომ არ ვიცი როგორ შეიძლება შეადარო ვინმე ეს კაცი ვერ წარმოვიდგენია. მოკლედ იმდენად გიყვარდათ რომ ბოლოს ფილმიც გადაიღეთ ხო? ხუჩა ხო აწყობს დღესასწაულებს ნამდვილად რა. აი ამას თქვენ ნამდვილი ფეხბურთით ამას აკეთებდა პელე. სხვათა შორის მარადონაც იყო არაჩვეულებრივი ვირტუოზი იყო. აი ერთხელ მასოს შევადარი პელე და მარადონას ადარებენ. მე ვამბობ რომ არ შეიძლება დიდი ფეხბურთელების შედარება. მაგრამ რაღა იადარე მარადონა პელე მარადონა შეიძლება შეადარო პაგანინის პაგანინი იყო ვირტუოზი, ნუ ყველა მეცეს რომ არაჩვეულებრივი თუ მაგრამ პელეს მე შევადარებდი დავითო ისტრახს, იმიტომ რომ პაგანინიმ ვირტუოზობა ჩაატარა, მაგრამ ვერ განავითარა ეს ხელოვნება, საშემსრულებლო და დავითო ისტრახმა ხო ვირტუოზიც იყო, მაგრამ სკოლა შექმნა და გაზარდა მე არაჩვეულებრივი ისინი გაიგე მუსიკოსები და აი ეს განსხვავება პელესა და მარადონას შორის ჩემი აზრით. დიახ. რასაკვირველია. ხოდა თქვენ ხშირად აღნიშნეთ საუბრისას და ხშირად შეადარეთ ხვიჩა კვარაცხელია პელეს. არა პელეს არ შემიდარებია. მე ვადარებ აი ტექნიკურად კი მეც ამას ფინტები ვიცი აი მიშამეს რატო უყვართ მაგიტო უყვარდა ფინტების ლავა მეტრეულის მაგიტო უყვარდა ბარქა იყო ძალიან ტექნიკური აი ეს
იგივე ელისე ეხლა კრისტიანო მე მაგალითად მიყვარს ძალიან მიყვარს აი ამ სოფლიო ფეხბურთში რონალდინიოზე ნუ არ ვიცი ეს იყო როგორი იცით აი როგორც მაიკ ჯორდანი კალათბურთში იყო სასწაულის იყო რანდა ლუი ამსტრონგი ჯაზში და ელა ფიჯერელი ისე რონალდინიო და ეს ამ ტრადიციებს აგრძელებს უბრალოდ ფენომენალური ფეხბურთელი ხახვიჩა როგორ მომავალს უწინასწარ მეტყველებთ მომავალში არის უკვე ხვიჩა ეს წარმოიდგინეთ რა დიდი ფეხბურთის ქვეყანაში ვთამაშობდით იქაური რო იყოს თქვათ იგივე გერმანელი ან ფრანგი ითამაშებდა და ნომერ პირველი ფეხბურთელიც იქნებოდა მაგრამ ნუ ჩვენები ვერ გავიდნენ ესეთ რა ძალიან ძნელია გასვლა ჯგუფიდან თორე აქ რო გასულიყო ჩვენი გუნდი ერთ-ერთ თამაშს მოიგებდა საქმე ძალიან კაი ფეხბურთელები იყო ძალიან კაი ყველა დონეზე კაი ფეხბურთელები მაგრამ ნუ სამწუხაროდ ესეთი ის არის. ხო და რაღაცა მკითხეთ თქვენ მასთან ფეხბურთთან დაკავშირებით. პელა ხო არ ვადარებ. შედარება კი. ხო არ ვადარებ. უბრალოდ ტრადიცია ეს კაირევე ქართული ტრადიცია ფეხბურთის გენეტიკურად ჩაჯდა უკვე ჩვენში და ამიტომ ვერ დაანგრევენ. უცებ გამოვა ესეთი რაღაც სასწაული ფეხბურთელი და არანაკლები ცუდი ფეხბურთელი მიხაუტაძე და დანარჩენი ჩაკვეტაძეა. უბრალოდ ამდენი ტრავმები აქვს თორე დიდი ფეხბურთელი აი სპეციალისტების აზრი კიდევ საინტერესოა აი ამ ტაქტიკასთან დაკავშირებით. კი ბატონო. წარმატება უნდა ვუსურვოთ ჩვენს ქართულ ნაკრებს, რომელიც დარწმუნებული ვარ იქნებათ. ბევრი ვარსკვლავი ყავს, შეიძლება ითქვას, დიახ. ნუ ყოველ შემთხვევაში ხუჩა ხოა ვარსკვლავი და მაღალი დონის ფეხბურთელები იყოს უდაოდ. ყველგან დაცვაში, მეკარეს, ნახევარდაცვაში ძალიან კაი ბიჭები არიან, აქედან შეიძლება არაჩვეულებრივი გუნდი და არის კიდევაც კაი გუნდი, ნუ. დანარჩენი შეაფასონ სპეციალისტებმა, რატო ვერ გავდივართ და კი ბატონო. ბატონო მიშა, პელე როგორ დაითანხმეთ გადაღებაზე? პელე უბრალოდ აღმოჩნდა ძალიან კარგი თვისებების ადამიანი ეს მარტივად რო ვთქვათ რა. ჩვენ რო წავედით ბრაზილიაში პირველად, მოკლედ დიახ. არავით არის გაფრთხილი არც აკრედიტაცია, არც ბრაზილიის კარნავალზე არ ქონდა არაფერი. მაგრამ ისე მოხდა მე იღბალი თან დამდევს კინოში. სხვაგან არ ვიცი რა ბიზნესი რომ მქონდეს იქ არა. კინოში თან დამდევს. და რეზო შეიძლება გაკურებული კაცო როგორ მედიხარ არც გაფრთხილებული აკრედიტაცია არ გაქვს, მედიხარ პელე როგორ და გადაიღო. ორი სიტყვა ვთხარ რევარ და ბატონო რეზო. წავალ და გადავიღებ მიგდებით. ძალიან მაგარია. სასწაულები მოხდა. სრულიად შემთხვევით გავიცანე ვიღაც გოგო ამ კარნავალზე რომელიც მესერის იქით იყო რუსული იცოდა რუსულად დაველაპარაკე აუხსენიო საქართველოსთან გაუკვირდა მე უთხარი პელეს გასწავლიდა მე თუ და გამაცნო წავიდა და მოიყვანა პელეს თანაშემწე ბიზნესში ჰელიო ერქვა პატარა კაცი იყო და რო გაიგო ძალიან შორიდან ჩამოვიდეთ მოეწონა ეს ამბავი და პელე რაღაცა ჩვენ გვიყვარდა და ბრაზილიური ფეხბურთი გვიდა და ეგ დაგვეხმარა მოკლედ რო ვთქვა პელე შეხვედრაში უკვე რომში და რომში კი გადავიღეთ როგორ გადავიღე მოგაცემთ მაგრამ მე ცოტა იყო ეს მასალა მილანში ჩავედი თორსა პელეს 50 წელს დავიღე იქ უკვე ჩემი იტალიელი ძმაკაც დამეხმარა მაგრამ ეს ჰელიო შემხდა იქ შემპირდა რომ თუ მომნახავ იტალიაში დაგეხმარო და აი ესე დამაკავშირა და თუ მიხვედი მაშინ როგორი რთული იყო დღევანდელობასთან შედარებით აი ახლა ჩვენ დრო არ გვაქვს თორე მაგაზე ცალკე გავაკეთებ კი აი ხო აი დეტალურად როგორ რანაირად რა სირთულეები და რა იღბალი აი იღბალი რო გითხარი გეოდებით მაშინ კიდევ შემდეგ გადაცემაში მე კახი რო შევიდა იქ და აკრედიტაციის გარეშე წარმოიდგინე ვიღაც გენერალს ეუნდება წადი აქედან შენახენდა და იღბალი იყო რომ არავინ არ მიაკ წინააღმდეგობა ხო არავისთან არ მივიდნენ და არ თქვეს ეს კაცი ვინ არის შეამოწდა დაგვიჭერდნენ ორივე დაგვაჭერდნენ კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ეს და დავასრულებთ აუცილებლად უნდა გკითხოთ ამჟამინდელ პროექტზე თუ არის ამჟამად რას ვაკეთებ კი ბატონო ორი წუთი გვაქვს ორი წუთი ერთი გვაქვს დაახლოებით კი ბატონო ეხლა ფეხბურთი მარტო ფეხბურთი ხო არა ჩვენ ქვეყანას არა მეცნიერება რა ვიცი სხვა ეკონომიკა და ბევრი რამე თეატრი კიდევ აი ეს გახლავთ არ ჭირდება სათვალე აი ბოდიში აი ეს გახლავთ თუ შეიძლება კი ბატონო კი აი ჩანს აი ეს გახლავთ პეტრე იბერი ეს ცნობილი
ფრესკა. პეტრე ბერერ დიდი ბაკურის შვილი, რომელიც იყო ბიზანტიაში მათ მძევლად, მერე იმპერატორის დაცვის თავარსარდალი იყო და მოკლედ ივანე ლასთან ერთად გაიპარა წმინდა მიწაზე, იქ გახდა ბერი. მოკლედ ყური. აი ეს არის ტერიტორია, აი ჩანს. აი ხედავთ? აი შემოფარგლული როა. ხვილად აი ამ ტერიტორიაზე პეტრემ ააშენა მონასტერი, რომელიც დროთაგან მე-12 საუკუნეს სატარ დაინგრა და იმის მერე მე-20 საუკუნემდე იყო მიწა დაყრილი იყო და ეხლა არის უკვე ესეთ მდგომარეობაში, ეს არის ქართული ნამონასტრალი. სადაც აი ამ შესანიშნავ პიროვნება ვირჯილიო კორბო ის არქეოლოგი იყო და თან პადრე იყო, სასულიერო. ამან აღმოაჩინა. კი ბატონო. და აღმოაჩინა რა, ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის ქართული წარწერები. აი ეს არის ის ადგილი და ხედავთ რამდენი არტეფაქტია? რამდენი ეს ამას თავის ისა აქვს და ეს ყველა დეტალურად ამას ფილმში მოყვები და აი მე შემოკარგებო. აი ეს არის წარწერა არაჩვეულებრივად შენახული, სადაც წერია ნახსენებია პეტრე ბერი, იოსე მომსხმელი, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის აი ეს წარწერა. ეს არის მე-5 საუკუნის წარწერა, რომელიც ბოლნისის სიონის წარწერაზე 50 წლით ადრინდელია. ამას ეხლა აქ რატომ მოვიტანე, იმიტომ რომ ვცდილობ ყველგან გავაჟღერო ეს. კი ბატონო. რომ უპატრონოთ არის მიგდებული და არავინ ყურადღებას არ აქცევს, ბედი რომ ფრანცისკანელების მუზეუმში ეთქვენ. ბერძნები ამას დიდი ხნის წინ გაანადგურებდნენ. სადაც არის დოკუმენტი და წერია იქ რა როდის აშენდა, ვინ ააშენა, რა აშენდა, ბერძნებმა ყველაფერი გაანადგურეს. რა დასაბამია? რუსთავის ფრესკა დაგვიზიანეს ბოლო და რატო დააზიანეს, ამასაც ვიტყვი. ამიტომ ეს არის მოსავლელი, ეს ისევე სიმდიდრეა, როგორც ბორა პაიჭაძე, როგორც ნიკო მუსხელიშვილი, როგორც მის შემეცნდა. ნამდვილად და როგორც მაინც ფეხბურთი დავანთა და ხვიჩა ყვარაცხელი. ძალიან დიდი მადლობა. კარგი ვინმეა, ნეტა ჩემი შვილი იყოს. ამ შვილიშვილი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. არა, საინტერესო იყო პირიქით. ძალიან. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. გელოდებით სხვა თემებზე სასაუბროთ ჩვენს გადაცემაში სხვა დროს.